გამარჯობათ. დღეს მინდა მოგითხროთ 2008 წლის აგვისტოს ომზე, ანუ იმაზე, რაც მე ვიცი და რაც მე ვნახე ჩემი თვალით. იმიტომ რომ წინა ვიდეოში ვთქვი, რომ როდესაც ჯარი უკან ბრუნდებოდით, რუსები დაფრინავდნენ ცაში, მაგრამ არ უგბომბავდნენ მეთქი და რაღაც შევატყო, რომ ზოგს ეს არ ესიამუნა, ასე ვთქვათ. ამიტომ გეტყვით და მოგითხრობთ ის, რაც მე ვნახე და რაც მე განვიცადე. რუსების ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, რუსების ცოდვებსაც არ ჩამოვთვლი და საგინებელი ძალიან ბევრი აქვს იმ ხალხს, ჩვენგან მით უმეტეს ქართველებისაგან, მაგრამ რაც მე ვნახე, მე მოყვები იმას. მე მსახურობდი პირველ ბრიგადაში, ეს კიდე ცალკე ისტორია და ამასაც აუცილებლად მოგიყვებით, იმიტომ რომ ჭკუის სასწავლებელი თემა არის. და 2007 წელს ჩვენ წაგვიყვანეს ერახში სამშვიდობო მისიით და როტაცია, როგორც ბევრმა იცით, ხდება ყოველ 6 თვეში ხდებოდა მაშინ როტაცია და მაისში უნდა ჩამოსულიყავით უკან. მაისში, ივნისში. მოკლედ დადგა მაის-ივნისი და ჩვენ არ შეგვცვალეს. და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აგვისტოს ომი იყო დაგეგმილი და უკვე სამი თვით ადრე მაინც იცოდნენ, ასე ვთქვათ, თუ უფრო ადრე არ იცოდნენ, როგორც ამბობენ, რომ აი რაღაც მოულოდნელად გადმოვიდა თურმე რუსეთი. და ყველაფერი ეს მოულოდნელად ატყდა ეს სროლები. არაფერი მოულოდნელად არ ყოფილა. მინიმუმ 3 თვით ადრე, მინიმუმ მაისში, ივნისში იცოდნენ, რომ აგვისტოში იქნებოდა ომი, იმიტომ რომ ჯარი არ შეცვალეს. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ჯარი რო შეეცვალათ, აგვისტოში მაინც უკან უნდა წამოიყვანათ და ორ თვეში. და ამას აზრი არ ქონდა. ანუ ეს კიდევ ერთი ესე იგი მტკიცებულობა იმისა, რომ ომი იყო დაგეგმილი და უფრო ადრე, ვიდრე იგივე 8 აგვისტო. დილით წავედი ჩვეულებრივად სასადილოში, იქ ერახში. რასაკვირველია იქ მთელი ანუ ომი დაწყებულია უკვე. ჩვენ ჩამოვედით. მგონით 11 იყო, 12 იყო, აღარ მახსოვს, ანუ როდესაც უკვე საქმე თავდებოდა რა, ასე ვთქვათ. და იქ რასაკვირველია ახალ ამბებში CNN იყო თუ BBC იყო თუ რაც იყო ჩართული ტელევიზორში. სულ საქართველოს იწყებოდა ყველაფერი ამ ომით. იქ ჯარისკაცები, იქ ამერიკელები რაღაც ესე ხელის აწევით და იმით გამხნევებდნენ რაღაც ესეთი მუჭითო და აბა მიდით ბიჭებო რაღაცა. როგორც იციან რა, როგორც ახლა ხდება. ესე იგი ცეცხლზე ნავთს აუცილებლად დაასხავენ. მოკლედ დილით უკვე გაგვიყვანეს აეროპორტში და ჩამოვფრინდით თბილისში. თბილისში ჩამოვფრინდით თუ არა, რაც ქონდა ჩვენი ესე იგი აღჭურვილობას გულისხმობ ტანსაცმელს და ასე შემდეგ. გითხრეს რომ აიღეთ რაც საჭიროა, ესე იგი არავითარი ზურგჩანთები და რამე, უბრალოდ რაც უნიფორმა რაც გაცვიათ და რასაკვირველია იარაღი ავტომატები და ჩაგვსვეს იმაში ავტობუსებში და წამოვედით ცხინვალისკენ. რეგიონისკენ უფრო ზუსტად. ჩამოვედით დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ახლა პირველი ბრიგადა, მაშინაც აშენებულია თვითონ რო და ცხინვალის გადასახვევი. და იქ ცხინვალის გადასახვევში დაგტოვა ავტობუსებმა და ატრიალეს და წავიდნენ ისინი, არ ვიცი წავიდნენ. ჩვენ იქ ცხინვალის გადასახვევიდან არის ბაღები და იქ დავანაკდით, ასე ვთქვათ, იქ ვართ ბაღებში და ველოდებით ბრძანებას, რომ საით წავიდეთ. ესე იგი ცაში დაფრინავენ და იქცა რუსების იყო ხო უკვე თავისთავად, მაგრამ არავინ არ გბომბავს. ჩვენ რასაკვირველია ცოტა ისე ფრთხილად ვართ ხეებში ვართ, ასე ვთქვათ, გაფანტულები ბაღში.
მოვიდა ბრძანება, რომ წადით თბილისში და უნდა დავიცვათ თბილისი, ესეთი იყო ბრძანება. მანამდე, როდესაც ესე იგი დაგტოვეს იქ ცხინვალის გადასახოთ, ამბობდნენ, რომ აი ამერიკელები უკვე შემოვიდნენ ბათუმში რაღაც ბაბიჭებო რაღაც ესე ჭორის დონეზე ხდებოდა ეს ყველაფერი რა. ახლა ოფიციალურად ეგ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ოფიციალურად რაც ოფიცერმა გამოგვიცხადა ეს იყო, რომ მივდივართ თბილისში და მთელი ეს ჯარი ესე იმასავით აი გაიშალა და წამოვედით თბილისისკენ. ეხლა როგორ წამოვედი და რა იყო, ამას კიდე ცალკე მოვყვები, ანდა ბარემ აქვე ვიტყვი ორი წინადადებით. იქ გზაზე, რომელიც მოდიოდა ცხინვალიდან და ისე გზაზე ავედით მე და ერთი ჯარისკაცი კიდე გვარი დამავიწყდა იმის და ეხლა ვფიქრობ რა ვქნა, იმიტომ რომ დაბნეულობა და ქაოსი იყო უკვე, საერთოდ აირია ჯარი, საერთოდ აირია, არა აი ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო ის როა ნათქვამი, საერთოდ ეგეთი სიტუაცია შეიქმნა რა. და მოდის მოტოციკლეტი, ესე იგი ახალგაზრდა კაცი, ერთი 30-35 წლის, მისი დედა როგორც მე გაერკვა და მეუღლე. ისხდნენ ამ ესე იგი მოტოციკლეტზე და გვეუბნებიან, რომ იქიდან ესე იგი რუსები მოდიანო და დატოვეს რა სახლა გამოიქცნენ აქეთ ესენი. არაფერი არ აქვს საერთოდ, აი რაცაც ვიათ ეგ არის რა. და რა ხდება რაღაცა, ჩვენს უთხარით რომ ბრძანება გვაქვს, მივიხევთ უკან თბილისში მივდივართ და მოდითო ისაო წაგიყვანთ რაღაც და ერთი ესე კალიასკაზე ესე უკან ის როა ბორბალი როა ერთი მე იქ დავჯექი და მეორე ჯარისკაცი თუთა აი კალიასკის ესეთი იმას გვერდით ჩამოუჯდა ასე თქვა და წავედით ბევრი არ გვივლია თბილისისკენ და ბენზინი აღარ ქონდა რა და აღარ მახსოვს რამდენი არა, მაგრამ ბენზინი აღარ ქონდა, გაჩერდა და წამოვედით ფეხით, მე იგოეთამდე ფეხით ვიარე და იგოეთში რომ ესეთი ამოსახვევით რო არის აი ეს აღმართი ხო იგოეთში რომელიც ადის ესე აღმართი და იქ იგოეთის მხრიდან ესე ამოუხვია რაღაც მანქანა იყო BMW იყო გავაჩერე თბილისისკენ თუ მიდიხართ მეთქი და კიო და ჩაუჯექი უკან სავარაუდო ცოლქმარი იყო როგორც შევამჩნიე ესე იგი ესეთი შუახნის ერთი 3:50 გადაცილებული ხალხი იყო და წამოვედი თბილისისკენ. თქვენ ჩამოვედი დიღომში, შემოვედი რესტორნები მუშაობენ, რა ვიცი, სიმღერები, ყველაფერი ეს ჩვეულებრივი სიტუაცია რა, არ ეტყობა ქალაქს რომ რაღაც სადღაც 40 კილომეტრში ომი იყო და ქართველებს ხოცავდნენ და ტრაგედია იყო. ერთადერთი მილიტარიზაცია რაც დავინახე იყო გზა იყო გადაკეტილი დაახლოებით 900-დან და როგორც მე თქვეს აი სამხედროებს არ უშვებდნენო. ხო, მოკლედ ჩაუმიყვანა ამ კაცმა დიღომში ვცხოვრობო, სადღაც გადაუხვია, მე დავრჩი. ვიყვანე ესე იგი ტაქსი და წამოვედი სახლში. და მოვედი სახლში. ხო, მე მეორე დღეს სანამ გავარკვევდი სად და როგორ მესამე დღეს უკვე ნორიოში ვართო რომ გავარკვიე ესე იგი სად იყვნენ და როგორ იყვნენ და მესამე დღეს ავედი უკვე ნორიოში და იქ ნორიოში იდგა ჯარი არაფერი არ იყო რა ტყეში ასეთ რაღაც ტყეც კი არ იყო რაღაც ისეთი ადგილი იყო და ყოველ დღე მოვდიოდი ორჯერ თუ სამჯერ მომიწია ჩამოსვლა ყოველ დღე მე მგონი სამჯერ თუ ორჯერ მოვდიოდი სახლში ვყიდულობდი ბარკლებს დედაჩემი წვავდა ბარკლებს მე ამ ბარკლებს ზევიდან წაუსვევდი ასე ვთქვათ მას სმეტანას და მაიონეზისა ნიორში ასე ვთქვათ, საცივით ვაკეთებდი რაღაცას.
და მიმქონდა. და ერთხელ რო ავედი, უკვე ჯარი აღარ თავხთა, იმაში არიანო სხვა დისლოკაციის ადგილი მითხრეს და მე უკვე იქ რომ მივედი, იქ სასადილოც იყო და ყველაფერი. ეხლა როგორც მე ვიფიქრე რომ რატომ აჩერებდნენ ჯარს მცხეთაში და რატომ არ უნდა თბილისში რომ შემოსულიყო, მე შემოუშვეს უკვე ცოტა საღამოსკენ ეს როდესაც უკვე ხალხი მოიკრიბა თავისუფლების მოედანზე და პარლამენტის ირგვლივ და ეს რაღაც სტუბრები რო ჩამოვიდა. ეს გაკეთებული იყო არა საქართველოს მხარდაჭერისთვის, არამედ მთავრობის მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჯარი იყო ძალიან ცუდად განწყობილი. ანუ მთავარი სათქმელი რაც მინდოდა მე თქვა ამ ვიდეოებში, რომ ჩვენ არ შეგცვალეს მაისში, იმიტომ რომ ვიცოდნენ რომ იქნებოდა აგვისტოში. მეორე ავიაცია არ გვობავდა რუსეთის, რატო არ ვიცი. ახლა ადვოკატობა რო არ დამამბრალოთ, რუსების ადვოკატობა რო არ დამამბრალოთ, ვიტყვი რომ არ გვბომბავდა ჯარს, რომელიც ესე გაშლილი იყო გზაზე. და თბილისში არ შემოუშვეს ჯარი, იმიტომ რომ სანამ არ შეიკრიბა ხალხი რუსთაველზე და თავისუფლებაზე და ის ხუთი პრეზიდენტი რო ჩამოვიდა, რასაკვირველია ის თავისი დაცვით ჩამოვიდნენ ყველა. ანუ აქაც შეერახებულ ძალებს ალბათ უშიშროებაში თუ პოლიციაში აქაც არ ენდობოდნენ და იქიდან დარწმუნებული ვარ, რაღაც სპეცნაზებიც ჩამოყვა იქაური. დაცვა თავისთავად ჩამოყვა ეხლა ეგ და კონფლიქტის რეგიონში მოდის ქვეყნის პრეზიდენტი და ალბათ თითო სპეცნაზი ყველას ჩამოყვა. და ერთი ამათი დამცველები მოიკრიბეს ირგვლივ. გადარჩა ხელისუფლება, იმიტომ რომ ჯარში იყო ძალიან ცუდი განწყობა. ანუ რაც ვიცი და რაც დავინახე და რაც გავიგე, აი იმას გეტყვით და გითხარით უბრალოდ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, გაიგეთ უფრო მეტი და გვირდებით რომ ჩემთან ერთად თქვენი აზროვნება და ფიქრები უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.